საქართველოში 4 სექტემბერს ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ყველა მუნიციპალიტეტს უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. თან დაკავშირებით, ესე იგი ეს არის ჩვეულებრივი გაფრთხილება მოსახლეობის, ხვალიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება. შესაბამისად, გაფრთხილებული იქნა არა მარტო ის ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ პროცესში, ანუ ეს საგანგებო თუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, არამედ მოსახლეობას და ამ გაფრთხილების მიზანი გახლავთ მხოლოდ ერთადერთი, რომ გაფრთხილდნენ, არ გავიდნენ სანაპირო ზოლზე, განათავსონ თავისი მანქანები თუ სხვა ქონება უსაფრთხო ადგილას. ყველა ადგილობრივ თვითმმართველობას ვაფრთხილებთ იმისათვის, რომ გარკვეული პრევენციული ღონისძიებები გატარდეს ამასთან დაკავშირებით, ანუ თქვათ ის შესაძლო საფრთხეები, რაც შეიძლება ძლიერ წვიმებს და ქარიშხალს მოყვეს, ამის თავიდან ასაცილებლად, რომ გადაუდებელი ღონისძიებები განახორციელონ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, ანუ გააფრთხილონ მოსახლეობა პირველ რიგში შესაბამის დასახლებულ ადგილებში.